მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღევანდელ ლაივს მინდა დავარქვა სახელად არ ვიცი. გამომდინარე იქედან რომ გუშინ ვსაუბრობდი ჩორჩანის ღალატთან დაკავშირებით, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ, ლინკი არის მითითებული, ვისაც არ გინახიათ, YouTube-ის არხზე დევს, აქაც დევს. და ეხებოდა იმას, რომ გახარია, რომელიც მოღალატეა, ნამდვილად მე მიმაჩნია ისევე როგორც სხვა დანარჩენი, თავისი მინისტრობის პერიოდში თურმე თვით ინიციატივით მისმა ჩადენილმა ქმედებამ საქართველოს დააკარგია, რა ვიცი, 100-მდე ჰექტარი, ზოგი ამბობს 1000-მდე ჰექტარი, ზოგმა თქვა მილიონამდე ჰექტარი. მოკლედ ერთი სიტყვით, როგორც ამბობენ, თურმე გახარიას ქმედებიდან, როდესაც ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თურმე ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული რღვევა გამოიწვია, გახსნა პოსტი ჩორჩანაში და ჩორჩანაში პოსტის გახსნამ თურმე კიდევ და კიდევ მოიზიდა აქეთ ოკუპანტები, რომლებმაც კიდე სხვა ტერიტორიები წაიღეს თურმე და ამის შემდეგ, ამ მოღალატეობრივი ქმედების შემდეგ, რაც ყველაზე მეტად გამაოგნებელი არის, რაც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება და რუსებმა იციან, ასე თქვა, ნივკაკიე ვაროტა ნი ვლეზიტო რა, არც ერთ კარებში რო არ შეეტევა ვერსაიდან გამართლებას რო ვერ მოუნახავ ადამიანი, ამის შემდეგ ქოცებმა ადგენენ ლეწეს და გახარია გახადეს პრემიერ-მინისტრი. და პრემიერ-მინისტრი იყო გახარია მის მერე 3 წელიწადი კიდე და სანამ თვითონ არ წავიდა პრემიერ-მინისტრობიდან უბადონოდ ხმას ვერავინ ვერ სცემდა. ახლა 5 წლის მერე გაიგო თურმე საქართველომ რომ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში საქართველომ დაკარგა კიდე ისედაც დაკარგული ტერიტორიებს კიდე პლუს მიამატა ბონუსად რაღაც ტერიტორია და ამის გამო თურმე ახლა გახარიას სჯიან, მაგრამ საინტერესო რა არის, იცით, აი ქოცები და აი ბიძინა ივანიშვილი რო იწახო და ზუსტად გამსახურდია სხვა შორის ასე მიიხსენიებდა რომ ახლა ქვეყანა გიყვარდესო ეს მარტო არ არისო საკმარისო მართვა უნდა იცოდეო ჩვენნაირი მართველი ჯგუფი სადაო მაგრამ რაც ირკვევა 5 უბრალოდ 6 წლის შემდეგ ეს არის ესეთი მომენტი რომ ჩვენ მართლა უფლის იმედად ვიძინებთ და ვიღვიძებთ იმიტომ რომ ეს ჩნდება ამ პერიოდში აღმოჩნდა რომ გახარია როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო თუ ჩვენ ამას დაუჯერებთ რა თქმა უნდა რასაც ისინი ამბობენ მის ქმედებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით თურმე არავინ არ აკონტროლებდა აღმოჩნდა ისე რომ თავდაცვის სამინისტრომ კორუმპატორმა მთავარმა კორუმპატორმა მე ეს არ ვიცოდიო კაცო კაცი თავდაცვის მინისტრი ხარ შენ საოკუპაციო ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ხარ გაგაჩნია სამხედრო დაზვერვა რომელიც სამხედრო დაზვერვის მთავარი ამოცანა არის ქვეყნის ასე რომ ვთქვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე ქვეყნის შეიარაღებული ძალების თვალთვალი კონტროლი საფრთხეების შეფასება ჩვენო გამოაცხადა კაცო პირდაპირ ეხო თავდაცვის საქმე არაო ეს ჩვენ არ გვეხებაო თავდაცვის მინისტრი ხალხო წარმოგიდგენიათ ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ამბობს რომ ჩემს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა ხდებაო ეს მე არ მეხებაო ეს ჩემი საქმე არაო გახარია ის მისი გასაგებია ახლა ხო რაც არის იზორიას საქმე იყო კრისობა ქართული ჯარის ძარცვა ბატინკით დაწყებული საჭმლით გაგრძელებული გაყიდვა მოპარვა 1000 უბედურებების ჩადენა მის ძმაზე ნარუშილოვკების მიცემა და იქ ბიზნესების მშენებლობების გახსნა და მისი უძრავი ქონების ბიზნესით დაკავება და მისი ოჯახის წევრები მისი ცოლის მანჯგალაძის დანიშნა იმაში ნავთობისა და გაზის კორპორაციაში და ფულების თვლა რა ეს იყო იზორიას საქმე სხვა არ იყო იზორიას საქმე იქ რა ხდებოდა ეს არ ყოფილა თავდაცვის საქმე მაგრამ ამას ყველაფერს ემატება ისიც რომ დღეს სუჯაშვილის უწყებაში სუჯაშვილი რომელიც იყო იმ პერიოდის დაზვერვის სამსახურის უფროსი და რომლის პირდაპირი მოვალეობა არის ის რომ ამ პერიოდში თუ რამე უბედურება ხდება დაზვერვა რატო ქვია ცალკე სამსახური არის დაზვერვის სამსახური რომლის საქმეც არის ზუსტად ის რომ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ თუ ყველგან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია
რამ შეიძლება ქვეყანას მოუტანოს ზიანი და აღმოფხრას ეს საფრთხეები. გამოდის სუჯაშვილი დამოს, მე ეს არ ვიციო. მე აზი არა ვარო, ხალხო აგერ იყო, ახლა მე ხო არ ვიგონებ კაცო აგერ ჩართეთ, ნახეთ თქვენივე თვალით ეს ყველა რაღაც ტექნიკური პრობლემებია და ვერ ხერხდება. ეხა სხვა დროს გაჩვენებთ უკაცრავად, მაგრამ აგერა შებძანდით და ნებისმიერ ემაში რა ქვია, საინფორმაციო საშუალებაში ნახეთ და ნებისმიერ საინფორმაციო სააგენტოზე შებძანდით ნახეთ, სადაც ამბობს დაზვერვის ყოფილი შეფი იმას, რომ ეს თურმე მისი საქმე არ არის. და ეს თურმე ის ვერ ჩაერევა ამ პრობლემებთან დაკავშირებით, ამიტომ დაიბანა ყველა მხელები ამიდან. ესე იგი, თავდაცვის მინისტრის საქმე არ ყოფილა უსაფრთხოებაზე ფიქრი. დაზვერვის სამსახურის თურმე შიდა და გარემტრების და საფრთხეების გამოვლენა საქმე არ ყოფილა ეს ყველაფერი თურმე. გასაგებია ესე იგი, ალბათ უშიშროების მინისტრი ამ დროს ვინ იყო? თუ არ ვცდები, ლილუაშვილი ხო არ იყო? როგორც გამოდის, ალბათ არც ლილუაშვილის საქმე არ იყო ეს ყველაფერი და არც პრემიერ-მინისტრის საქმე ყოფილა, მაშინ ბახტაძე იყო და არც ქოცების საქმე ყოფილა ეგ ყველაფერი. იქიდან გამომდინარე, რომ თურმე გახარია მაგარია და მარტო ხედავდა თურმე მარტო გახარია იყო თურმე ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. და არც ქოცების საქმე იყო, რომელმაც მე რა თქმა უნდა სადაც ახლა თავდაცვის მინისტრმა არ იცოდა, სადაც უშიშროების საბჭომ არ იცოდა, სადაც დაზვერვის სამსახურმა არ იცოდა და არავინ ეს ყველაფერი არ იცოდა, რაც ხდებოდა თქვენ კაიდეთ მომიშველებო, რა გასაკვირი არის ის, რომ რიგით ქოცმაცუნას, რომელმაც ხმა მიცა მე უკვე გაპრემიერებას ამისი, რა ქვია, მოღალატე გახარია მიხარიასი, რა თქმა უნდა, ესეც თურმე არ ყოფილა მათი საქმე. აბა ვისი საქმეა ამ ქვეყნის უსაფრთხოება ერთი? გამეცით პასუხი, ვინმე დამიწერეთ კომენტარში, კაცო, იქნება მემეშლება რაღაცა და იქნება მართლა ესენი არიან, მართლები, მაგრამ აი ხო შეიძლება რომ გამაგებიოთ ადამიანურად, აბა ვისი მოვალეობა იყო ეს ყველაფერი ცოდნოდა. არავის. გამოდის რომ არავის. არ ვიცი. დაზვერვამ არ იცის, თავდაცვამ არ იცის, უშიშროებამ არ იცის, პარლამენტის უსაფრთხოების ჯგუფმა არ იცის, ემან რა ქვია, პარლამენტარებმა არ იციან, პრემიერმა არ იციან. თურმე გახარიას ბრალი ყოფილა ყველაფერი ხალხო. ჩემი ბრალი, თქვენი ბრალი, ვინმეს ბრალი კი არა. აი ამათი ბრალი ყოფილა. ჩვენი ბრალი ყოფილა უბრალოდ, ამათი არა. დღეს რა ხდება იცით? აი ქოცებს მინდა მე მარტო. დღეს რა ხდება იცით? დღეს რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ყველასპირი რო აქვს მოღებული. და თურმე იქ აფხაზეთში რაღაც თვითფრინავი დაზვერვითი თვითფრინავი დაფრინავდა. აფხაზებმა რო ეს მოიწვიეს უშიშროების, ეგრეთ წოდებული უშიშროების საბჭო მათი. იმიტომ რომ საზღვრებიო ირღვევაო, საჰაერო დრონები შემოფრინდენო. დრონები საიდან შემოფრინდნენ ეს დრონები? ქართული მხრიდან ხო არ შემოფრინდნენ. საქართველოში ხო არ მიმდინარეობს შემთხვევით ნატოს წვრთნები. ჯერ ნატოსთან და ევროკავშირთან პრაქტიკულად ურთიერთობები აღარ შემოგჩა და რომელ წვრთნებს ატარებენ ეს ნატოელები, ეს საკითხავია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არავინ არ იცის. ალბათ ჩამოვიდნენ მისით ნატოელები და ატარებენ მისით წვრთნებს, რომელთა მიზანი არის იქ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დრონები შეუშვან, გამოუშვან და მე დაარტყან ალბათ რომელიღაცა ბაზას იქ და მე რუსები დაიძრებიან აქეთკენ და როგორც 2008 წლის ივლისში ადგნენ და ჩაალაგეს ბარგი წვრთნების შემდეგ და გაიქცნენ სულ ყველა ასე დაკრავენ ფეხს და ასე გაიქცევიან ალბათ ესენიც. ეს არავინ არ იცის. მე გამოვლიან ქოცები და იტყვიან, ჩვენთანო ნატოს წვრთნებიო თუ მიმდინარეობდაო, ჩვენო საიდან უნდა ვიცოდეთო? ჩვენ არ ვიცითო ესო. არ ცოდნიათ თურმე. ახლა საქართველოში ამ გაგანია, როდესაც ნატო-რუსეთის ომი მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე, აგერა საქართველოს ტერიტორიაზე, კონტროლირებად ტერიტორიაზე, სენაკში და დასავლეთ საქართველოში იმართება ნატო საქართველოს წვრთნები, რომელთა მთავარი მიზანი არის რა? პროვოკაცია. პროვოკაცია, რომელი პროვოკაციის შედეგადაც ადგებიან შემდეგ და წავლიან ეს ნატოელები, თუ გამოიწვიეს არეულობა კავკასიაში, მშვენიერი იქნება. თუმცა ეს ცალკე საუბრის თემა არის, ამაზე მოდი ცალკე ვიმსჯელოთ. მაგრამ რაც მთავარია, საქართველოში ეს ყველაფერი არავინ არ იცის.
არის დარწმუნებული ყავით, ეს არავინ არ იცის. როგორც 2008 წლის ომის დროს არავინ არაფერი არ იცოდა. არ იცოდა საგარეო საქმეთა მინისტრო, არ იცოდა თავდაცვის მინისტრმა, არ იცოდა დაზვერვის სამსახურმა, არ იცოდა პრეზიდენტმა, რუსეთი თუ ჩაერეოდა. არავინ არაფერი არ იცოდა. რა ვქნათ ახლა ჩვენ როგორ მოუაროთ ამ პრობლემებს? მე თუ ვიცი აქ 5000 კილომეტრიდან დაშორებულმა, თქვენ რატო არ იცით, რომელთა პირდაპირ მოვალეობაა ეს ყველაფერი? აი რა ქვია ახლა ამ ყველაფერს? არ ვიცი. აი მართალი ხარ. მე ბავშვობაში ასე მესმოდა, რომ ბევრი ასწავლიდა საკუთარ შვილებს. არ ვიცის დედაო იცინოდაო და ვიცის დედაო ტიროდაო. ამიტომ ყველაფერზე არ უნდა თქვაო, რომ ვიციო. და ალბათ ახლა ქოცებიც ასე არიან. ვერავინ ვერ გაბედავს იმას და რო თქვას, რომ ვიცი. არავინ არაფერი არ იცის. ზუსტად ამაში არის, იცით, უბედურება ქვეყნის. მე დამიწყებენ რატო ილანძღები, რატო იგინები, რატო ამბობ ამაზე, ამას, რატო ამბობ იმაზე, იმას. გამცეს ვინმე პასუხი. ვინა ამ ყველაფერზე პასუხისგებელი? არავინ. არავინ არაფერი არ უნდა იცოდეს? მარტო გახარია არის პასუხისგებელი? აი ბატონო. ახლა ერთი ინციდენტი მოხდა კიდე მაშინ და ეს ალბათ ეს არავის არ ეცოდინება. და ეს ძალიან მაინტერესებს სხვათა შორის ამაზე რა რეაქცია აქვს ამ ჩვენ უკნიდან განათლებულ საზოგადოებას. ქოცებმა ჩამოიყვანეს ივანიშვილის სატაშფანდურო იმაზე რა ქვია ფესტივალებზე ვიღაცა ჯასტინი, რა ვიცი, მისი ბდილია აზზე არა ვარ, თავიანთი ფანები ჩამოყოლია იქ და დიდი ტურისტული პოტენციალი თუ დიდი ტაშფანდურით დახვდნენ. გამოსულა ჯასტინა ხო და უმღერია, უცეკვია, უთამაშებია და ქართული დროშა პირდაპირ ასე ფეხქვეშ გაუგდია. გადაუსვია და ამოურტყია თურმე ფეხი და გადმოუგდია აქეთ ხალხისკენ. არა რუსი არაა ეს. ინგლისელია, ამერიკელია, დასავლელია და იმათგან შეიძლება თურმე ეს ყველაფერი. ამაზე პრეტენზია არავის არ აქვს. მე რა მოხდა? ჯასტინა ჩვენია. ჯასტინა შეუძლია ქართულ დროშას გადაუაროს. ჯასტინა უნდა ჩამოვიდეს. ჯასტინა საქართველოსდან ფულები უნდა ჩაიდოს ჯიბეში. ჯასტინამ უნდა ზოგიერთი ტრაქი უნდა აჩვენოს ქართულ საზოგადოებას. მე ქართულ დროშას უნდა ადგეს და გადაუაროს და მიაფურთხოს. ესა. აი ესა ყველაფერი. ჩემო კარგებო. სამწუხაროდ თქვენი კომენტარები არ ჩანს, არ შემოდის და არ ვიცი, რატო არ იწერება, ვერ გცემთ პასუხს. მაგრამ ერთი რაღაცის თქმა შემიძლია ნამდვილად. ამ ქვეყანას არც ადრე ყავდა პატრონი, არც ახლა ყავს პატრონი და არც მომავალ პატრონი. რატო იცით? სადაც ქვეყანაში იქნება შერჩევითი სამართალი, შერჩევითი თავმოყვარეობა, შერჩევითი პატრიოტიზმი და ყველაფერი იქნება შერჩევითი, იქ არასდროს არაფერი არ იქნება. და იმ ქვეყანას არასდროს არაფერი არ ეშველება. მე ვერ ვხედავ ამ ღირსებით ახსავსე უკნიდან განათლებულ ადამიანებს, რომლებიც აი თუნდაც გამოვლიან და აი ამ ჯასტინას მიმართებაში რაღაცას გააკეთებენ. და თუ კი ქოცები, რომლებიც არიან ჩამომყვანები, პროდიუსერები თუ აუხსნიან ჯასტინას, რომ მისი საქციელი ქართულ დროშაზე, რომელზეც ანწურ ხელიძემ ფეხი არ დააბიჯა ამათ რო კითხო და რომელიც ესეთი პატრიოტები არიან, მთელი ხალხის, მთელი ერის და მთელი ქვეყნის წინაშე. ასე არ უნდა გათელო და არ უნდა ჩააფურთხო ყველა ქართველ სულში. ამაზეც პასუხი არავის არ აქვს, იმიტომ ალბათ ამაზეც არ იციან. ანას და ტყუილად ნერვიულობთ ნურაფელს. ეს ქვეყანა არის გადაქცეული ჭორვილელი მაიმუნის საფაშოთ. ისევ ტექნიკური ხარვეზია და რა ვიცი. ხო, ქალბატონო, ვიღაცამ გადაუგდო ხო შორიდან და არ იცოდა ჯასტინამ ფეხი რაც დააბიჯა, ხო? აბა რა, ჩემო კარგებო, აბა რა, მართალია, გაправებას ყოველთვის მოუძებნია. ხო, მეც მაგ საკითხთან დაკავშირებით ვლაპარაკობ, აგერ რამდენი ხანია, რომ არ იციან. არც ხვებმა არ იციან რა მოხდა. ხო. რა თქმა უნდა, ჩემო ანდრია, ყველაფერი კარგად იცოდა და ყველაფერი კარგად იცის. იმიტომ რომ 2019 წლის
ანგარიშში, რომელიც თავის დროზე ქოცებმა შეადგინეს უსაფრთხოების სამსახურმა, იქ ყველაფერი შავით თეთრზე არის ჩაწერილი, გახარიას ნამოქმედარი, უფრო მეტით ჩემოანდრია, ეს ყველაფერი შეფასებული არის ძალიან დადებითად და ამაზე ხელი არის მოწერილი, ასევე ჩემოძმაო ევროკავშირის მისიის ანგარიში ეს ყველაფერი ასახულია და დადებითად არის ეს ყველაფერი ჩაწერილი, აქედან გამომდინარე თურმე ყველაფერი ცოდნია, მაგრამ მაშინ ისე იყო საჭირო და ახლა ასე არის საჭირო. აი ამაში არის საჭირო და აი ამაში არის მთელი ისა რა ქვია, ვიტამინები და მთელი პრობლემა. თუ არა, სხვა რამეში კი არ არის. რა ვიცი ახლა ის რაფერად ეთყობა იმ ჯასტინას შეუგდეს ქართული დროშა და იმ ჯასტინამ ფეხი ამოარტყა ამ ყველაფერს, არ იცოდა რას ურტყამდა ფეხს. ეთყობა ისე შეუგდეს, ესეც გახარია ქოცებს და ქოცებმაც არ იცოდნენ გახარია ვინ იყო და ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი ყავდათ, მერე პრემიერ-მინისტრი ყავდათ, მერე კიდე რა ვიცი ჯანდაბა ყავდათ, ოხრობა ყავდათ და საწყალი ბიძინა ივანიშვილი როგორ ყველა მუღალატა, საწყალი ქოცობა როგორ ყველა მუღალატა და განსაკუთრებით აი ამ ნაძირალა გახარია. და აი როგორ გვიდგას სული პირში ამ პატიოსან კაცს, როგორ ყველა ღალატობს, ამ პატიოსან გუნდს, deep state-მა დაუსვა გახარია. კი? აი ეს უბედურება არის ჩვენს ქვეყანაში. არ ვიცი კი არ ქვია ამას. უბრალოდ პასუხს არავინ არაფერზე არ აგებს. ახლა იტყვიან, მე ზოგიერთს სტალინი მოენატრებავ. გაიგეთ ბავშვილებო, სტალინი როგორ არ უნდა მოგენატროს? უკანონობის და უსინდისობის და ამდენი სამშობლოს ღალატის და ერთი სურათი მხდება. Ну что, ребята, сейчас понимаете, кто такие враги народа? Враги народа. ხალხის მტრები. რას ნიშნავს, იცით? აი ამას ნიშნავს. აი ამას ნიშნავს, სხვა არაფერს არ ნიშნავს. ასია ქალბატონო ანა, რა თქმა უნდა, პენსიონერები გადაყრილია მთელი ერი. ამათ რა ეტაშპანდურებად, რა ეჯასტინებად, ჯასტინაზე მიცემული ფულის სანაცვლოდ იმდენ ქართველი სიცოცხლეს გადაარჩენდნენ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ გავსებული როა სოციალური ქსელი გამათხოვრებული როა საქართველო. არასდროს არ მოგშორდება ბიძინა ქალბატონო ნანა, მანამდე სანამ ქართული საზოგადოების თავში იქნება ღალატი, იქნება ვერცხლმოყვარეობა, იქნება სიმხდალე, იქნება ლაჩრობა, იქნება მსგავსი რაღაცეები. მანამდე ბიძინა იქნება ყოველთვის. შეიძლება სახელი არ ერქვას ბიძინა, მაგრამ იქნება სხვა, მაგრამ იგივე კოლექტიური ბიძინა იქნება ეს ყველაფერი. არ მოგშორდება. ღირსება დავიწყებული ვერცხლმოყვარე ერს, რომელიც ფიქრობს, რომ ბიძინას ოღონ რამე გამოტყავოს დაჯე, ფეხებზე კიდე დაფილერიშვილი. კი ბატონო. აბა ჩემი ბრალი ხო არა? არავის არაფერი არ აინტერესებს. სწავლიან ჯასტინას კონცერტზე. მოусმენენ ჯასტინას. არავის ემახსოვრება არჩენი აფხაზეთი, არჩენი სამაჩაბლო, არჩენი დაცლილი საქართველო, დავარია ამ ხალხს მიეცი ტრაკის საქმეები პლაშატკა და ნარკოტიკები და დააბოლე და აი მასქენი და всё მორჩა დამთავრდა და ყველა მადლობელია და 20,000 ტურისტი ჩამოიყვანა ჯასტინამ საქართველოში. ეს ხალხი ვართ. დღევანდელი ქართველი ერი. დღევანდელი. არ ვეხები წარსულს. იმ ჩვენ დიდებულ წარსულს, დიდებული წინაპრების, რომელთა სისხლში არის მორწყული მთელი პლანეტა ეგერ დაწყებული ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე. ყველგან ქართველი სისხლია დაყრილი. იმათ არ ვიხები მე წარსულს. დღევანდელი ქართველი ერი არის დასული ბიძინად და მიშად. მიშისტებად და ბიძინისტებად. იმიტომ არაფერი არ შველება ამ ხალხს. მოკლედ ამის თქვა მინდოდა, კარგად ბრძანდებოდეთ დაგემშვიდობებით და ხვალაც და ზეგაც რაღაცა რომ მოხდება, წინასწარ იცოდეთ, მე არაფერი არ ვიცი. არც მაგათ არაფერი არ იციან. სამწუხარო, მაგრამ ასეა ფაქტია.